სამხედროდან როგორც ჩამოვედით ვარო 95 წელს 1995 წელს ჩემი ბიძაშვილი მუშაობდა ამ შახტაზე რომელიც ეხლა დაღუპულია ისიც ის 3 თვის მერე მოკვდა მაშინ ჩემი შვილი რო დაიღუპა მიხეილ გამეზერდაშვილი დამამიყვანა იმანაც ედასიო კაი სიტუაციაო ხელფასი გაიაო მაშინ კაი იყო ის ფული და დამევიდა დევიდ დღე 95-96 წლებში 22 წლის ეს სამი ბიჭი რო წამიმართა და ჩემთან ერთად სანამ მე დამარცხდებოდი უმფროსი მე წავიყვანე თვითონ შახტაში ჩემთან ერთად მუშაობდა კოდერდის ასე ჩემი ხდეს იყო მიროდებით 21 წელს იყო ის ახალგაზრდამდე იყო მირზაც ეგრე იყო შვილო სამხედროდან მოვიდა თუ რა მაშტოვე დაიწყო სამხედრო მსახურობდა ზუგდიდში ჩამოვიდა თუ რა მაშტოვე დაიწყო იმანაც ან მუშაობდით სამნი ვიდრე სამნი პავლე სკოლაში დაიარებოდა სკოლაში სწავლობდა პავლე როდის წაიყვანეთ შახტში პავლე მე რო დავმარცხდი მაშტოვე შვილო თქვენ როდის დამარცხეთ 2010 წლის 27 თებერვალს რა მოხდა რა მოგივიდათ იგი ჩემი მოვალეობას ასრულებდი სამუშაო ბურგავდი და ბურგის რო ჩამომივარდა ნახშირის კოსოგი მოკვდა ფეხზე და მამტეხა მარცხნა ფეხი დაზიანებ კი გამიკეთეს ოპერაცია ძალიან გვერდში დამიდგა შახტა ყველაფერი მაგრამ რაც არ შეხვეწდა ასავით არ მიიღო ძალიან დაფშნული ხომ მაშინ გადაადგილება მზის გავარდინებზე ვარ ახლაც მთელი ცხოვრება აგერ უკვე 12 წელიწად გამიქცევა ახლა 27 თებერვალს გამიქცევა 12 წელიწად თქვენ რომ დამარცხდით პავლე მერე წავიდა შახტში მერე წავიდა პავლე კი ჩემს რატო და გადიფიქრა ბოშა აგერ დამარცხებული მამა აგერ ოჯახს ჩემნა ამოსავალი რამე ყველაფერი გადახარშა ბოშმა და გადაგარის გადავიდა ასე იყო ძნელი მოსავალია ჩემთვის როყო მაგრამ რა გინდა რო თავზე ძალა არ არის ხდება ძალიან ხშირად ხდება პავლეს ამბავი გავიგე დილას მან აიყო ჩემი შვილი მირზა გამეზერდაშვილი მიდიოდა პირველ სმენაში იმუშაობდა 10 თავად ცulis უფროსად რო ჩავიდა პირველ სმენის ნარიაზე პავლე იყო მე-4 სმენა ღამის სმენა იყო ეს მოხდა ღამის 4 საათს ღამის სმენა იყო რო ჩავიდა სმენაში რომ მიდიოდა დახვდავნაირი სიტუაცია ის კი არ იცოდა მაგათ რომ დაუბლები იყვენ იქ ბიჭები და ეს პროსო ავარია მოხდა 6 დაიღუპა პავლე გამეზერდაშვილი გოგი რაფოვა ელგუჯა პოჭორიშვილი გიორგი პოჭორიშვილი ბესო გურგენიძე და მირზა ყველაზე პატარა ვინ იყო პავლე გამეზერდაშვილი 25 წლის ჩემი შვილი 25 წლის თქვენმა შვილებმა იმ ორმა ბიჭმა მაინც გააგრძელეს იქ მუშაობა არა ერთმა საზრდოანება ის ცulis უფროსი რომელიც იყო მიზამ საზრდოანება და კოდერდის დღემდე მუშაობს უჭირს რაკნას საწევიდოს სკოლა უცხოეთში ვერ გადავარდება სკოლა აქედმე ინვალიდი რაკნას აქ თავის გასაჭირი თუ ახალგაზრდაცია წავას დამტოვებს მე რაკნას ვერ მიდის მეტი არ არის ტყიბულში არ არსებობს არაფერი არ არსებობს ლუკმაბური გინდა სიმშვიდეც მოუკლავარ და გინდა იმას მოუკლავარ რისკზე მიდიან ხო არ არსებობს მეტი არაფერი ტყიბულში წარმოება რომ იმუშაოს კაცო არის დედადედის შახტა ვარ დამოკიდებული ამ შახტაზე